რიოს პარაოლიმპიური თამაშების ოქროს პრიზიორი ზვიად გოგოჭური ბრაზილიიდან სამშობლოში დაბრუნდა. მას აეროპორტში ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართული ოცნების წევრები დახვდნენ. ზვიად გოგოჭური საქართველოდან პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარაოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო. მან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3 შეხვედრა ჩაატარა და 3-ვე გამარჯვებით დაასრულა. გახარებული ვარ ამ ყველაფერს და უთუნ ჩემს ოჯახს და ძალიან საქართველოს. დიდი მადლობა ყველა ჩემ გულშემატკივ ვართ და მთელ საქართველოს. პარაოლიმპიოდისთვის პირველი ოქროს მედალია და პირველი მე მოვიპოვე და იმედია გააგრძელებენ კი დარჩენილებიან და წარმატებებს უსურვებ ყველას, ვინც ოლიმპიურ სოფელში დარჩა და გამოსვლას ელოდება. შეიძლება ითქვას, რომ ზვიად გოგოჭური არის დღევანდელი რეალობის გმირი. მე მასწავლე დიდი მადლობა გადაუხადო იმ ემოციებისთვის, რაც მათ ქართულ ხალხს აჩუქა. რა თქმა უნდა, ეს არის პარაოლიმპიური მოძრაობის მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, მისი ეს მოგება და ჩვენ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც პარაოლიმპიურ მოძრაობას გვერდში ვდგავართ, ერთიორად გავაძლიერებთ ამ მიმართულებით უფრო დაფინანსებას. ზვიადის გამარჯვება არის გამარჯვება მთელი საქართველოსზე, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში პირველად პარაოლიმპიელმა შეძლო, რომ მოიპოვა ისეთი მედალი ოქროს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად საქართველოს სპორტული სამყაროსთვის.